საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განცხადება. Ამა წლის 3 სექტემბერს შედგა ქალაქ გროზნოში საკონსულტაციო შეხვედრა კავკასიის ხალხთა მრგვალი მაგიდისა, რომელიც მიზნად ისახავდა დისკუსიას საერთო კავკასიური სახლის შექმნის შესაძლებლობების შესახებ. კავკასიური სახლი გულისხმობს ხალხთა და სახელმწიფოთა ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. Როგორც მოსალოდნელი იყო ხუნტისა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დაამახინჯეს და გააყალბეს არსი ამ შეხვედრისა. ხუნტამ გააყალბა საქართველოს დელეგაციის პოზიცია და როგორც ჩვევია ცილი დასწამა მას. ვინაიდან იქ მიიწვიეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და უარი უთხრეს ხუნტას. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაში აუცილებელი იყო, რათა დაგვეცვა საქართველოს ინტერესები. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე პრინციპული და თანმიმდევრული იყო. კერძოდ მე განვაცხადე, რომ არ შეიძლება საუბარი მხოლოდ კავკასიის სახელმწიფოთა კავშირზე, ვინაიდან მრგვალ მაგიდაზე მეტწილად წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ხალხები, რომელთაც ჩვენ ცალკე სახელმწიფოებად ვერ ვაღიარებდით. ჩვენის თვალსაზრისით აქ იყო წარმოდგენილი მხოლოდ 3 დამოუკიდებელი სახელმწიფო: საქართველო, ჩეჩნეთი და აზერბაიჯანი. დანარჩენი ამ კავშირში უნდა შემოვიდნენ როგორც ხალხები და არა როგორც სახელმწიფოები. ეს იყო არსი ჩვენი პოზიციისა. საქართველოს დელეგაციის ასეთმა პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ მრგვალ მაგიდაზე არ განხილულა არც აფხაზეთისა და არც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი და არც იქნება განხილული. აქ მხოლოდ დაიგმო ხუნტის სამხედრო ავანტიურა აფხაზეთში. მრგვალმა მაგიდამ მოითხოვა ომის შეწყვეტა და მშვიდობის აღდგენა. სხვა დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებად არ შეიძლება ჩაითვალოს არც რუსეთის ფედერაციაში შემავალი ქვეყნები, რომელთაც მარიონეტული კომუნისტური მთავრობები მართავენ. საქართველოს პოზიციას სავსებით გაიზიარა ჩეჩნეთის დელეგაცია. Სიმპტომატურია, რომ ხუნტის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩემი განცხადება არ ჩაიწერეს და არც გადასცეს, ვინაიდან მიზნად ისახავდნენ ჩემი პოზიციის გაყალბებას და ხალხის მოტყუებას. ხუნტამ ამას წინათ შეთითქნა აგრეთვე ვითომდაც ჩემი მიმართვა კავკასიის მთელ ხალხთა კონფედერაციისადმი, სადაც მე თითქოსა საქართველოს მცირე იმპერია ვუწოდე და გამოვხატე სინანული, რომ ვიბრძოდი მისი ერთიანობისათვის, რასაც მე საკადრისი პასუხი გავეცი იბერია სპექტრში. ასევე აყალბებს იგი დღეს მრგვალ მაგიდაში ჩემს მონაწილეობას. ხუნტის ბრალდება ის არის, რომ მე მუსულმანების გვერდით ვიჯექი. საინტერესოა რამდენ შეხვედრას და კონფერენციას დასწრებია შევარდნაძე, სადაც იყვნენ მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენლები. საოცარია, რომ ხუნტა, რომელიც დღემდე მაბრალებდა ეროვნული და რელიგიური განსაკუთრებულობის ქადაგებას, რასაც ისინი თავიანთ ენაზე ფაშიზმს უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდის უკიდურესად ნაციონალისტური და ვითომდაც ქრისტიანული პოზიციებიდან და მაკრიტიკებს ინტერნაციონალიზმისათვის და რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ნუ თუ მუსულმანი აჭარლები და თურქეთში მცხოვრები ქართველები უნდა მოვიკვეთოთ, რადგან ისინი ამ რელიგიას მისდევენ. სასაცილოა ხუნტის ბრალდება თითქოს ჩემი მხარდაჭერით მოხდა მთელ ხალხთა კონფედერაციის რაზმების შეყვანა აფხაზეთში, რაც სრული აბსურდია. ვინაიდან მე არავითარი ურთიერთობა არ მაქვს ამ კონფედერაციასთან და მათი დამოკიდებულება ჩემთვის შეშანიშნავად არის გამოხატული კონფერენციის პრეზიდენტის შანიბოვის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფედერაცია არ ენდობა გამსახურდიას, იგი უფრო მეტად ენდობა სიგუას, კიტოვანს და სხვებს, რაც გამოქვეყნდა ნეზავისიმაე გაზეტაში და იბერია სპექტრში. გარდა ამისა, საინტერესოა, ვინ შეიყვანა აფხაზეთში, კაზაკები და დნეპრისპირელები, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწევა. იგი ორივე მხარეს ეხმარება, რათა საბოლოოდ თავად დაეპატრონოს აფხაზეთს. საერთოდ კავკასიის მთელ ხალხთა კონფედერაცია სულ სხვა ორგანიზაციაა და მრგვალი მაგიდა კი სხვა. ამ კონფედერაციის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე არ აქტიურობდნენ. მათ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. კონფედერაციის პრეზიდენტი შანიბოვი ამ შეხვედრას არც დასწრებია. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ახალი გაერთიანება კავკასიის ხალხებისა უპირისპირდება მათ და ართმევს ინიციატივას კავკასიის მომავალი ბედის წარმართვაში. ასე რომ აღმაშფოთებელია ხუნტის დემაგოგია, რომელიც ცილს მწამებს მთელ ხალხთა კონფედერაციასთან კავშირში და აცხადებს თითქოს ჩემი დასწრება ამ შეხვედრაზე საზიანო იყო საქართველოსათვის. ამას აცხადებს ხუნტა, რომელმაც სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩააბარა რუსეთს და ოსეთს და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შეჩერებით ხელი შეუწყო ყოველივე იმას, რაც დღეს აფხაზეთში ხდება. საქართველოს გამოთიშვა საერთო კავკასიური პროცესებიდან დღეს უაღრესად სახიფათოა, თუმცა მე ვთვლი, რომ ამგვარ პროცესებში ჩვენი მონაწილეობის უპირველესი პირობაა საქართველოს ერთიანობისა და სუვერენულობის გარანტია. გარდა ამისა, მე ვთვლი, რომ საქართველო ამ კავშირში თუ კონფედერაციაში შეიძლება საბოლოოდ შევიდეს მხოლოდ მისი კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ამასთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ჩეჩნეთის და აზერბაიჯანის მრგვალ მაგიდას უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს ნუ ენდობა ხუნტის დემაგოგიას და სიცრუეს, რომელსაც იგი ავრცელებს ჩვენ შესახებ. მოვუწოდებ აგრეთვე იბრძოლოს ხუნტის დასამხობა და კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. სხვაგვარი ხსნა საქართველოსი არ არსებობს. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 20 სექტემბერი.